სპორტის დღეები კრისტალბეტზე. დააგროვე გათამაშების ბილეთები დეპოზიტით და სპორტზე დადებული ფსონებით და მოიგე 5 ავტომობილიდან ერთ-ერთი. კრისტალბეტი, მუდამ ნომერი პირველი. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით ყველას. დღეს წინაშეა კრისტალბეტის გათამაშება სპორტის დღეები, მესამე ეპიზოდი. მე და მარიამ ვიქნებით დღეს თქვენთან ერთად. დავიწყოთ. პრიზები იცით, ძალიან კარგად, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, დღეს თამაშდება 5000 ლარი, 10000 ლარი და შესანიშნავი ფერის Land Rover Defender-ი. კი ბატონო. გადასარავი ფერი. აი შაფერი. ხოთშერს მართლა განსაკუთრებულად მოგვეწონა ეს ფერი. კარგი, მე დავიწყებ დოლურას და გადავინახავ, მაგრამ რაღაც აქ ფერთვის. მოგიყვებით მე სხვა ამბებს, მოკლედ რაც მთავარი არის დღევანდელი პრიზები უკვე ჩამოვთვალეთ. ეს არის 5000 ლარი პირველი ნომრის მე პატრონე, ვინც გვიპასუხებს მიიღებს 5000 ლარს. მეორე ნომრის მე პატრონე, რომელიც გვიპასუხებს და აუცილებელია რომ გვიპასუხოთ ტელეფონზე, მიიღებს 10000 ლარს და მესამე პრიზი კი ხედავთ როგორ არაჩვეულებრივადაც გამოიყურება ეს ავტომობილი. აქვე გეტყვით და შეგახსენებთ რომ კრისტალბეტზე გრძელდება სლოტების VIP ლიდერბორდი, რომლის ფარგლებში შეგიძლიათ მოიგოთ თბილისში ბინა ან წილი 600000 ლარიდან. და როგორც ხედავ უკვე მოგვიახლოვდა რა ქვია ამას კარი? დოლურა. დოლურის ჭიშკარი. ჭიშკარი. ჭიშკარი არა, კარი. ფანჯარა, საიდანაც ბატონი. გამოაღეთა კარი ჩქარა, ისე როგორც ფანჯარა. ვინაც კოცნა კარი ჩქარა. დარარიდამთანდარა. ჩავი. და ახლა ბატონი დიმიტრი ამოიღებს ჯერ ხედავთ ის ხრის ნომრებს უკან რომ ყველას თანაბარი შანსები ჰქონდეს და პირველი ნომერი. ყველა თანაბარი შანსები ვიცი როგორ არის, წინ რო არის უფრო მეტი შანსი აქვს ვიდრე ბოლოში. ხო და ამიტომ ჩვენ ყველას ნებისმიერ შემთხვევაში ესია რა. ამოურევთ და წავიდა. აბა 5 7 7 1 0 1 ბოლოს ავწივ არ ვასახელებ და დავრეკავთ. წავიდა ჰე ეს ხოვრება ეს ბოლოს ავწივ არ ვასახელებ, ეგ მე უნდა მეთქვა. ხო შევდამტირდი რომ შეიძლება მაინც ნერვიულობ და ვაგიტო დაგასარი. კარგია, გავიდა. პირველი წესით უნდა გასახოს. რომელი წესი? აი, გამარჯობა. გამარჯობა. როგორ განდებით? კარგად. დიმიტრი ობოლაძე და მარიამ სანოგო გაწუხებთ კრისტალბეტის გათამაშება სპორტის დღეების მესამე ეპიზოდია დღეს. და უშველებელი დოლურიდან ჩემმა მარჯვენა ხელმა ამოიღო თქვენი ტელეფონის ნომერი. თქვენი სახელი რა გითხრათ? რა ქვია თქვენ? ქეთი. სად იმყოფებით? თბილისში? თბილისში? სახლში ხართ? სტუმრები ხართ? ოჯახშევრები არიან? სამსახურიდან დაბრუნდით? დიახ. ძალიან კარგი. რატო დაიდაბეთ? იმდენი კითხვები დაგისვი და არაფერი. ყველაფერი კარგად არის. კარგი ამბით კი რეკავ. ჩვენ რეკავთ მხოლოდ პოზიტიური ამბები და თქვენ ქალბატონო ქეთი მოიგეთ 5000 ლარი. გილოცავ. არა, გუშინ. არა, გეფიცები, ქეთი. ყველაფერს გეფიცები. ქეთი დიმიტრი ობოლაძე და მარიამ სალოგო გირეკავთ გათამაშებიდან და თქვენ მოიგეთ 5000 ლარი. თუ არ გჯერათ, მარე დაწკარუნდება და აგესახებათ. და მე დავიჯერებ. ნუ კაი. მაინც მგონი არ ჯერათ მაინც და. მაგრამ დღეს ხო აღარ არის 1 აპრილი, გუშინი. აი, ნუ ადამიანს არ ჯერა რომ ესე გავუმართლა. ქეთი გილოცავთ, მოკლედ ნახვამდის კარგად ზამდებოდეთ, რო დაიჯერებთ, მე გილოცავთ. ხებსაც უთხარით. დავედით, აბა კარგად. მადლობა. არ ჯერა. ამ ქალბატონს ქვია ურწმუნოქეთი. ურწმუნოქეთი. წავედი. ურწმუნოქეთი და არ ჯერა სამწუხაროდ, თუმცა მალე რამდენიმე. არა, მართლა არ ჯერა დარწმუნებული ვარ ის ეხა და. ეხლა რეკავს ამ ნომერზე უკან, მაგრამ ვერ დარეკავთ. კი, ეგეც მართალი არის. თუმცა ქალბატონმა ქეთიმ უკვე მოიგო 5000 ლარი, ახლა კი ჯერია უკვე უნდა გავათამაშოთ 10000 ლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ ბატონმა დიმიტრიმ ახლა როგორც ხედავთ, დაატრიალა დოლურა კვლავ და ამოვიღებთ მეორე ნომრს, რომლის მე პატრონის გახდება უკვე 10000 ლარის მფლობელი. რა თქმა უნდა გვიპასუხოთ აუცილებლად და ნუ შემდეგ უკვე უწევს თავარი პრიზის გათამაშების ჯერით ძალიან მალე, ასე რომ საინტერესოა, ვინ გახდება დღეს ის იღბლიანი 3 ადამიანი, რომლებიც მოიგებენ 5000 ლარი უკვე ვიცით, 10000 ლარს და შემდეგ უკვე ავტომობილს. დედავის ერთი.
მოვიდე? არა, მარიამ, რა მოხვიდე, ბოქსერო დადიხარ, კი არის როცა. სიმაღლის ამბავს ვამბობ. მე რო ეს სიმაღლე არ არის საჭირო. სიმაღლე არ არის ამ შემთხვევაში საჭირო. ვაიმე. მე მგონი მშვენივრად გაჩერდა. ოპ, დავიჭირე. თავარი არის რომ ყველა ბილეთი კვლავ ადგილზეა. მე მაინც მარჯვენათი ამოვიღებ თქვენის ნებართვით. კი ბატონო. და ნახოთ ვინ გახდება ახლა 10000 ლარის მფლობელი. გთხოვთ? ნანანინა. დავიწყეთ? ვეკავთ ნომერზე. 5 2 8 ბოლოს ამ ციფრს არ ვასახელებთ. წავიდა. აბატონო. სწორად არის აკრეფილი ნომერი და ხო, ძალიან ვცდილობ, ძალიან ვცდილობ. ისე სხვა შორის ამდენ წელია რა თან შემოყავს ერთხელ ამახ შეშლილი ნომერი. მართლა? კი, ის იმიტომ რომ ახლო იყო. ახლო ესე მიზებებული ვით. არა, უშავს ეკრეფილი. არა, ერთხელ უგონი წელი. გაუმარჯოს. გაუმარჯოს. გავახარ. როგორ ახლა? ვინა ვარ? ვაი, მე ვეღარ ისე. აბა, არა, მაინც კაია მოკითხა სალამისთვისა. დიმიტრი ობოლაძე და მარიამ სანოგო გირეკავთ კრისტალბეტის გათამაშებიდან სპორტის დღეები. გამარჯობა. გამარჯობა. რა ქვია თქვენ? პატა. სად იმყოფებით? თბილისში, სხვა ქალაქში, სახში? კი, თბილისში. სახში ხარ? უმრად ხარ? სად ხარ? არა, გარეთ ვარ. ვისთან? მშვენიერი ამინდია გარეთ ყოფნის. ვისთან ერთად ხარ? ეხა მარტო ვარ ბანკაში. აია, მანქანა გააჩერე? გააჩერე. კი, ბატონო, გავაჩერებ ახლა. მოკლედ, ბატონო პაატა. გადააყენეთ მანქანა. კი, აი ახლა გავაჩერებ. სასიამოვნო ამბავზე გირეკავთ? არა, სპიკერზე თუ ლაპარაკობ, წადი კაცო ექნება გეჩქარება რა ვიცი. კი. მოკლედ, ბატონო პაატა, თქვენ სიამოვნებით მინდა გამცნოთ, რომ თქვენ გამოიგეთ 10000 ლარი. გილოცავთ. სერიოზულად ეხლა. მართლა. 1000%-აში. აი მე. 10,000. აი მე არა, კარგი ამბავია. ნელაკენი აი, ეხა. ცუდი ამბავია. ეხა პირველი ვის დაურეკავ? თუ არავის არ დაურეკავ და შეთვის იმას იზა. რა შეიძლება მე ხურები თუ რა არის? არ გახუმე. ყველას დღეს აიყო დესთან აგვი რა. გუშინდელის მოკლედ, ბატონო პაატა, არავის არის ხუმრობა, დიმიტრი ობოლაძე, მარიამ სანოგო, გეუბნები თქვენ რომ თქვენ 10000 ლარით გამდიდრდით. დიდი მადლობა, დიდი არაფრის მართლობო. ნელაიარე. ისურებთ კიდე. ნელაიარე, ხალხები არ გადაკვეთოთ, თორემ მაგათი 1000-დან 1300-ს გაუჩებ ჯარიმებში. არა. წავედი, დავაჰე. კარგად. აი ესე. არა, არავის არ არა, ეგეთი რამე არ იმიტომ გამიგე. არის გუშინ შენ წარმოიდგინე რა რთული იყო, იმიტომ რომ გუშინ იყო 1 აპრილი. დღეს არის 2 აპრილი, მაგრამ მაინც გონია ხალხს რომ მე მგონია რომ დღეს არის პირველი. არა, დღეს 2-ია, ხოლ 3. და ახლა დადგა მთავარი მომენტი. უნდა გავათამაშოთ რომელი ავტომობილი ბატონო დიმიტრი? რავი, წერია ეგერ და წაიგიწე. Land Rover Prius-ი. Defender-ი. არ მაპატიეს ერთხელ პრიუსი და არ მეპატია. ყველა ეთერზე მიხსენებენ. Land Rover Defender-ი არის. მინდა გითხრათ რომ ჩავხედე და წავიკითხე ზუსტად რომ არ მიშლებოდეს, იმიტომ რომ აღარ ვენდობი საკუთარ თავს სახელებთან დაკავშირებით, მას მერე რაც პრიუსი უწოდე სხვა მარკის ავტომობილს. აბა ვნახოთ. რა ვახარ? მოვიდა. ნელა, შვიდად, წნარად, კულმინაციას მივახლოვდით. კარიბჭე იღება. ძალიან მაგარ კარიბჭეც გახდა უკვე? აბა, ჭიშკარი. ჭიშკარიდან კარიბჭემდე. ჭიშკარი, ჭვიშტარი. ისეთ პრიზს ვათამაშებთ ახლა. შადიზმა? კი ბატონო. შადი და ახლა უნდა გავათამაშოთ უკვე მთავარი პრიზი. რაც თავი უნდა ვიპასუხოთ. შადი. მიდი მოდი წადი. აური. აბა. ურემ. ამოურიე. ურევ და აჰა, აი აქედან ერთს ამოვარჩევ, აი ეს იქნება შენ. ნახოთ ვის გაუმართლებს. მოვედი. ფოტოშორის განსაკუთრებული ფერი არის დღეს ნამდვილად ასე რომ. ან მაგარ მართლა ძალიან სერიოზული მანქანა. როგორ შეეფერება კრისტალს? ნამდვილად. წავიდა. 5 9 8 9 2 და წავიდა ბოლოს 3 ციფრი. კი ბატონო. ბოლო
ბოლო 3 ციფრი, რომელიც არ დავასახელეთ. რასაკვირველია. მაინც. აბა ვურეკავთ. ახლა თავარი უნდა გასწროთ ტელეფონზე აუცილებლად. გამარჯობა. სალამი. გამარჯობა. როგორ ბრძანდები? თავად? მადლობა, კარგად. რა ხდება ახალი? დაცხა დღეს კაი ამინდია. უკასო, გვიხსენებს მიზანდებს. ეხლავე გეტყვით. დიმიტრი ობოლაძე და მარიამ სანოგო გირეკავთ კრისტალბეტის გათამაშებიდან სპორტის დღეები. გამარჯობა, მოგესალმებით. კარგი ამბით გირეკავთ. ძალიან დიდი დოლურიდან ჩემი მარჯვენა ხელით ამოვიღეთ თქვენი ნომერი. ძალიან ბევრი ბილეთებიდან სხვათა შორის და ძალიან კარგია რომ ესე მოხდაროთ, ჩვენი კომუნიკაცია შედგა. თქვენი სახელი? გოგა. გოგა, სადა ხართ გოგა? თბილისში ხართ, სხვა ქალაქში, სახში, სტუმრად? ეხლა სახლში ვარ, გუდაურიდან ჩამოვედი გურიაში ვარ. ო, მაგარია. მაგარია. თქვენთან როგორი გურია. ამინდია, იმიტომ რომ თბილისში დაცხა. ძალიან კარგი ამინდია. არა, ნელ-ნელა შედის ზალაში ყველაფერი და მოკლედ დადიხართ ხოლმე აქეთ იქით. რითი ჩახვედით გურიაში? მანქანით? ამე ჯარიმა ხო არ მიგიღიათ გზაზე სიჩქარის გადაჭარბებაზე? არა მგონია, ჯერჯერობით არაფერი. კარგია რომ მეტია კარგად დადიხართ. გადასახელი არ გექნებათ. რა მანქანა ყავთ რაღაცა არ გეკითხებთ რომელ წლიანია უბრალოდ რომ მითხრათ? 2008 წლიანი. 2008 წლიანები? კაი, კარგია, ძველი გამძლე მანქანებია. კი ბატონო. დევს ყავს თქვენი მანქანა? არა, არც ისე. არც ისე. ანუ ბევრი არ გეხარჯებათ ხოლმე საწყო. აი, რა მანქანა გვითარი რა? ჰაილენდერი Toyota. ოჰ, კაია, კაცო, მაგრამ რუიანი ცოტა ისეთია, პრობლემური შენახეს სანახია ფათაშორის. კი ბატონო. ნუ არა უშავ, არა გიყვარს ადამიანს მანქანა ის შენია და შენი ცხოვრების ნაწილია და შენი ოჯახი დადის და რაღაცა და კაი ამბავია. ხო, არა, შენ რაღაცა საწვავის გათამაშება გვაქვს რაღაცეები და მაგიტო ვიძახეთ წვალზე, იმიტომ კითხეთ რა. ან ბევრ საწვავს არ იყენებთ ხოლმე. ეხლა ვინ არის გარშემო თქვენთან? არა, ვი მარტო ვარ. ოჰ, კაია, კაცო. დაჯეგი? დაჯეგი. მართლად, აი ჯობია რომ დაუჯეროთ. გურული ხარ გამაშენ? კი ბატონო. გენაცვალე, შენ. მოკლედ, ჩემო გოგა, დიახ. შეგიძლია ეხლა იმაზე შეხვიდე ავტომობილების საიმაზე, ვებგვერდზე და ეგ შენი კაიფაში დადო, ეგ შენი მანქანა გასაყიდად. იმიტომ რომ შენ მოიგე Land Rover Defender-ი. გილოცავთ! არ გვესმის. არა, ვერც გაიგე. არა, აქედან ეს ახლა შუჩხუნები არის. დაიწვა მანქანა, დაეკიდა. ვერკები არის. ძალიან. გოგა! აქ ხარ? აქ და მანდ ძალიან. მოიცა ჩაქრეს ეს თო. რა არის ეს ახალი არა მე? ხანგრძლივია უფრო იცი გოგა! პოპულარული არის. ბატონო. გაიგე მოკლედ რას ხდება? კი ბატონო, გავიგე, ცოტა ესე დაუჯერებელი ამბავი. არა, დაიგე. Land Rover Defender-ი, წაანე რაღაც სამხედრო ფერში, სულ ახალი. ეხლა აყრიაზე ოქროსფერი, ოქროსფერი კამფუტი თუ რა ქვია, კამფუტი რა. გოგაჯან, კაი, გურული ღვინით შეგიძლია საღამოს დაждდე და ძალიან თავისუფლად მოიხინო შენ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად წვაო. აუცილებლად. გილოცავ, აბა შენიცი და კარგად იყავი. კარგად. კაი, ხაი, ძალიან დიდი მადლობა. აბა ჰე. კარგად. კარგად. გილოცავ და მაწევეთ ახლა საიყაი რა შობოდი ზავიყაი. დევანდელი გაცემა, დამთო რა უნდა შეეხსენო? შევახსენოთ რომ ყლავ იმავე დროს იმავე ეთერში შევხვდებით უკვე შემდეგი გათამაშები. ანუ 3 აპრილს მეოთხე გათამაშება. აბა ჰე და აბა ჰო, კარგად. სპორტის დღეები კრისტალბეტზე. დააგროვე გათამაშების ბილეთები დეპოზიტით და სპორტზე დადებული ფსონებით და მოიგე 5 ავტომობილიდან ერთ-ერთი. კრისტალბეტი, მუდამ ნომერი პირველი.